გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოების საეთერო სტუდიაში ვმუშაობთ მე კატა და ღმის რეჟისორი ევგენია ალბერტი და დღეს ერთი ძალიან კარგი ბიჭი გვეყოლება ჩვენ წარმოსახვით სტუმრად, მაგრამ სანამ იმას გაგიმხელთ ვიზაც არ გინახავთ ანონსი დღეს გადაცემის თუ ვიზე ვისაუბრებთ, მოდით დავიწყოთ იმ ამბიდან, რომ კოლექციონერი ალბერტ ბარნსი ჩავიყვანოთ 1922 წლის დეკემბერში პარიზში. ცნობილი ამერიკელი კოლექციონერი, რომელიც თავისი ფერწერული კოლექციის შესავსებ გასამდიდრებლად ჩადის აქ და 2 კვირის მანძილზე ის ყველგან დადიოდა არტ დილერთან, პოლ გიომთან ერთად და ის იყო ყველგან ნახა ყველაფერი, რასაც მას თავაზობდნენ არტ დილერები თუ მხატვრები. ის ყიდულობდა, ხან უარს ამბობდა რაიმე შეძინაზე, ხან აღფრთოვანებული იყო, ხან აკრიტიკებდა და მოკლედ ხან მოსწონდა და ხან არ მოსწონდა. შეიძინა მეგობრები და ასევე დავიწყდა მტრებიც არ მოწონებას როგორ აპატიებდნენ. და პოლ გიომის გალერეაში მან ნახა კონდიტერი, ხაიმ სუტინის კონდიტერი და რაცა ნახა დაახლოებით ისე გამოვიდა, მივიდა, ნახა, შეიძინა და მერე მოითხოვა, რომ მისთვის ეჩვენებინათ ხაიმ სუტინის სხვა ნამუშევრებიც. გიომმა, პოლ გიომმა ის წაიყვანა ლეოპოლდ ზბოროვსკისთან, რომელიც იყო ამადეო მოდილიანის არტ დილერი და მან აჩვენა სწორედ ბარნს სუტინის ბოლო ნამუშევრები. და როგორც საქმე ჩახედული ხალხი ამბობს, ვისაც ნამდვილად ეს ორიგინალში აქონია ბედნიერება სუტინის ნამუშევრების ნახვისა, ეს სტილები წინავდა თავისი ფერებით, თავისი ექსპრესიით, თავისი ძალით და არანაირად არ ჩამოუვარდებოდა საუკეთესო ფრანგი კოლორისტების სტილოებს და ალბერტ ბარნსი როგორც ჩანს ფრიად გემოვნებიანი ბატონი იყო და იცოდა და ძალიან მალე მიხვდა დანახვისთანავე მიხვდა ამ ყველაფრის ფასს და მოკლედ თქვენ მივხვდით ხო რომ ჩვენ ალბერტ ბარნსზე დღეს ხაიმ სუტინზე ვისაუბრებთ და მანამდე ცოტა ხან შევჩერდეთ ისევ ალბერტ ბარნსთან, ფრიად ისეთი შეძლებული ბატონი იყო ფარმაცევტულ წარმოებაში, მას შემდეგ რაც ისე საკმაოდ გვარიანი სიმდიდრე დააგროვა, ის უკვე ფერწერამ გაიტაცა და როგორც ჩანს გემოვნება არ ღალატობდა და მან არაჩვეულებრივი კოლექცია შექმნა და შეადგინა. იმ დროისათვის, როდესაც მან ესე პარიზში ჩავიდა გასამდიდრებლად თავისი კოლექციისა, მის კოლექციაში უკვე იყო ასობით ტილო რენუარისა და დაახლოებით 50 ტილო ჰქონდა სეზანის და ბარნსისთვის ღია იყო ყველა კარი პარიზის მხატვრულ სამყაროში და მან როცა მოითხოვა რომ მისთვის გაეცნოთ სუტინი, აღნიშნეთ უკვე რომ ზბოროვსკი ასთან მიიყვანა პოლ გიომმა და ესე გადაწყდა რომ სასწრაფოდ ჩამოეპოვნათ სად იყო ხაიმ სუტინი და სასწრაფოდ ჩამოეყვანათ პარიზში და ისინი გააცნეს ერთმანეთს და ბარნსმა შეიძინა მისი 54 ტილო. ამრიგად ესეთი გარკვეული კაპიტალი შესძინა მან სუტინს და ეს იყო ის შემთხვევა, როცა სუტინს პირველად გაუჩნდა ფული და მიუხედავად იმისა, რომ შედარებით არც თუ ისე დიდი ტანხა იყო გადახდილი $300,000 გადაუხადა მან ხაიმ სუტინს 50-ზე მეტი 54 ტილო შეიძინა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ რომ უცნობი მხატვრის 50-ზე მეტი ტილო ფაქტიურად მთელი კოლექცია შეიძინა ცნობილმა კოლექციონერმა და ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა და მოვლენა პარიზის მხატვრული გაზეთები და ჟურნალები ამაზე როგორც სენსაციაზე ეს ელაპარაკობდნენ და თვითონ ესე პოპულარულიც გახდა ხაიმ სუტინის სტილოები და არტილერები ერთმანეთს ასწრებდნენ ხაიმ სუტინის სტილოების შეძენას და უკვე ესე ფასებმაც მოიმატა თავისთავად ცხადია მის ტილოებზე და ესე დაიწყო მისი სახელი და დიდება. მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი დაიწყო
დავად მისივე სიტყვებით რომ თქვათ, ჩემი სახელი ხაიმი ივრითზე ნიშნავს სიცოცხლეს მრავლობითში და ეს ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ რამდენიმე სიცოცხლეს და არა ერთს. ჩემი პირველი ცხოვრება დაიწყო სმილოვიჩეში, რომელიც 30 კილომეტრით იყო დაშორებული რუსეთის იმპერიის საგუბერნიო ქალაქ მინსკიდან. აქ მე ვიყავი მეათე ბავშვი ოჯახის და ჩემი დაბადების თარიღი არავის არ დამახსოვრებია. ეს იყო 1893 წლის ზამთარი და იყოს 13 იანვარი. ჩემი მომავალი წინასწარ იყო განსაზღვრული ჩემი დაბადებისთანავე მე ან მეწაღე უნდა გამხდარიყავი, ან დამკერავი მამაჩემის მსგავსად. თავდაპირველად მე გამამწესეს ებრაულ სკოლაში, რათა იქ ცოტა კითხვა და წერა მესწავლა ივრითზე და ასევე მესწავლა ლოცვები, მაგრამ მე არ ვფიქრობდი სწავლაზე, მე ნაკლებად მაინტერესებდა ეს, მე მინდოდა რომ მეხატა. ერთხელ ნახე ყასაბმა როგორ დაკლა ბატი და როგორ გამოუშვა სისხლი ფრინველის. ძალიან მინდოდა დამეყვირა, მაგრამ ვერ შევძელი. ყასბის მხიარულმა გამომეტყველებამ თითქოს და შეშება დამმართა. შედეგად მისი პორტრეტი დავხატე. ამ თავხედური გამოხდომისათვის ჩვენს ბიჭს ადგილობრივმა ყასაბმა სათანადოდ გადაუხადა. როგორღაც შეიტყვა ის თავის ფართულში და ის ესცემა, რომ ძალიან დიდხანს ხაიმსუტინი ვერ დგებოდა ლოგენიდან. აქ უკვე მშობლებმა აღარ მოიწმინეს და სარჩელი შეიტანეს სასამართლოში. მათ ისინი არ შეაჩერა არც იმან, რომ ყასბის ბიძა იყო ფრიად პატივცემული რაბინი, ყველასგან პატივცემული რაბინი და არც იმან არ იმოქმედა მათზე და არ დაახევინათ უკან, რომ ყველა ეუბნებოდათ მათ, საჯაროდ ყველანი ეუბნებოდნენ, რომ დაახსენებდნენ, რომ მათმა ვაჟმა რელიგიური წესი დაარღვია, იმიტომ რომ იუდეური რელიგიის თანახმად ადამიანის სახის გამოხატვა, თვითონ ადამიანის გამოსახვა ტაბუირებული იყო, მაგრამ ამავდროულად ებრაულმა თემმა არ მოითმინა და ისინი აღშფოთებულები დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ბიჭმა დაარღვია რელიგიური ტაბუ, ისინი აღშფოთებული დარჩნენ იმით, თუ როგორ სასტიკად მოექცა მას ეს ყასაბი და ამიტომაც სრული კომპენსაცია მოეთხოვა მას და 15 რუბლი იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა იყო, ესეთი გვარიანი თანხა იყო ყოველ შემთხვევაში და ჩვენი ბიჭის მშობლებმა გადაწყვეტეს, რომ ამ ფულით ის გაეგზავნათ მინსკში, სადაც მას ფოტოგრაფია უნდა შეესწავლა. 1907 წელს იწყება ხაიმსუტინის მეორე ცხოვრება, ამჯერად ეს უკვე ყველაფერი იწყება გუბერნიულ ქალაქ მინსკში, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია რუსეთის იმპერიის ჩრდილო დასავლეთით. მაგრამამდე სანამ მივალ 1906 წელს გაიხსნა სამხატვრო სკოლა მხატვარ იაკობ კრუგერისა და 1909 წელს ჩაირიცხა ხაიმსუტინი და სკოლაში მათთან ერთად სწავლობდა მიხაილ კიკოინი და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მინსკი უკვე ესეთი ქალაქია მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ მიუხედავად ესეთი სწრაფი და ესეთი მზარდი ეკონომიკური განვითარებისა, ის კულტურული თვალსაზრისით ისეთ ჩრდილში იმყოფება ვილნოს, ამჟამინდელი ვილნიუსის ჩრდილში იმყოფება, იმიტომ რომ ვილნო იყო ესეთი აღიარებული კულტურული დედაქალაქი რეგიონისა და განუყრელი მეგობრები სუტინი და კიკოინი ვილნოში ამყოფენ სწორედ თავს და აქ სამხატვრო სკოლაში სურთ მათ სწავლის გაგრძელება. სკოლაში ჩარიცხვა სუტინმა პირველ ჯერზე პირველ ცდაზე ვერ მოახერხა და ძალიან ისეთი უცნაური ლეგენდები არის ამაზე ინტერნეტი მიაქვს მის შესახებ ინფორმაციებს, მაგრამ ძალიან ხშირად როგორც მივხვდი ზოგი წერს ძალიან ისეთი
აჟიტირებული და რაღაცა ემოციებით შეპყრობილნი წერენ მათზე ერთნი მეორენი მე მგონი უკვე ამ ემოციებს ისეყვებიან რომ საკუთარ ვერსიებს ამატებენ ლამის და ეს ვერსია რომელიც მე როგორც იქნება ესეთი მეტნაკლებად მოკლებული ეს ჭარბ ემოციებს რომ მოვიძია ამ ვერსიის მიხედვით არაფერი ისეთი არ ყოფილა რომ ის იქ მუხლებზე დაეცა და გამომცდელს შეებედრა რომ აი მიიღო თან რაღაცა მსგავსი არაფერი მსგავსი არ ყოფილა მას უბრალოდ პირველ ჯერზე არ გაუმართლა მეტისმეტად ნერვიულობდა მას უნდა დაეხატა კონუსი კუბი და დოქი და ამ განცდებისაგან მან ვერ მოახერხა ეს რომ პერსპექტივა სწორად აეგო და ამიტომაც ჩაიჭრა და ნუ მინსკამდე გზა ახლო არ იყო და თვითონ სკოლაში სწავლის იმედები კი ძალიან დიდი იყო და ძალიან დიდი იმედებს ამყარებდა ის ამ სკოლაში სწავლაზე და გარკვეული პერიოდის შემდგომ მან ხელახლა გაიარა ეს გამოცდა და ამჯერად ჩააბარა და ჩაირიცხა კიდეც და მოკლედ არაფერი ის რომ უფალო გამომცდელ მიმიღეთ ძალიან გთხოვთ და მუხლებზე დაცემა უფრო სერიოზული ხალხის ვერსიის მიხედვით არ ყოფილა. სუტინი ჩარიცხეს სკოლაში და ის ხდება ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ხდება ამ სკოლისა სამხატვრო სკოლაში ის გაიცნობს პინკუს კრემენს და აქ ისინი დამეგობრდებიან და ფაქტურად მე მათზე ამბობენ რომ ისინი ძალიან დიდხანს გასტანს მათი მეგობრობა და ხაიმ სტუდენტს მიხეილ გიკოინსა და პინკუს კრემენს სამებასაც კი ეძახდნენ იმდენად განუყრელნი იყვნენ ისინი ერთმანეთისაგან და აერჩიენერ დღესაც ეს სამება გაემგზავრება პარიზში. პარიზი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იყვნენ რუსეთის იმპერიის ებრაული ქალაქებიდან წარმოშობით, ეს იყო უფრო რეალური ქალაქი იყო, ვიდრე ის იყო არა მხოლოდ იყო ხელოვნების ქალაქი, არამედ იყო თავისუფლების ქალაქი, რეალური თავისუფლების ქალაქი, იმიტომ რომ ისინი დაიბადნენ იმ ქვეყანაში, საიდანაც პარიზში გადასვლა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე პეტერბურგში ან მოსკოვში დასახლება, სადაც გამეფებული იყო მეტი უსამართლობა, გარდა ამისა, იქ სოფევდა მუდმივი შიშის ქვეშ უნდა ეცხოვრათ, დამცირების, ასევე დარბებისა და წნეხის შიშის ქვეშ. 1913 წლის ივნისში სუტინი უკვე ესე ჩადის საფრანგეთში, პარიზში ჩადის ის სამხრეთ სადგურზე და ჩამოვიდა ბაქანზე ისე რომ ზურგს უკან ქონდა მოგდებული ტომარა რომელშიც ედო რამოდენიმე რომ და ჯიბეში ედო რამოდენიმე მონეტა ძალიან ისე შუაღამეს იყო გადაცილებული ალბათ როდესაც ის როგორც იქნა მიაღწია ადგილს რომელსაც ლა ხუშით სახელით იყო ცნობილი ანუ სკა რომელიც მიეკუთვნებოდა ალფრედ ბუშეს, თუ სწორად მახსოვს და თუ ჩემი მეხსიერება არ მღალატობს და აი ეს იყო ადგილი, სადაც ძალიან ბევრი მხატვარი ცხოვრობდა, ეს მათთვის იყო აქ უფასო იყო ეს აქ ცხოვრება და აქ იყო სახელოსნოები, რომლებიც ართფებოდა და ნუ აი აქ ღამეებს ათევდნენ მხატვრები, რომლებიც შემდგომში ცნობილი მხატვრები გახდნენ და აქ ჩვენ დროებით შევწყვიტოთ თხრობას საინფორმაციო გამოშვებას და 14 რადიო იმედის ეთერ და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი ხაიმ სუტინის შესახებ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ხაიმ სუტინის შესახებ და მისი მოკლედ ესე გამოიყურება რომ სახელი გვარი ხაიმ სუტინი დაბადების წელი 1893 და ნუ არ არის ზუსტად ცნობილი მისი დაბადების თარიღი დაიბადა სმილოვიჩეში მინსკთან ახლოს და მამამისი იყო სალომონ სუტინი რომელიც იყო ერავი და ხოლო დედა იყო სარა სუტინი, რომელსაც ყავდა 10 შვილი და ხანდახან იმდენად ხელმოკლე ცხოვრობდა ოჯახი, რომ ამბობენ და წერენ კიდეც, რომ დედა ზოგჯერ ვერც კი ასწრებდა იმას, რომ ყველა ბავშვი დაეპურებინა და მოკლედ ჩვენ მე
ისე მოხდა რომ განვითარდა მოვლენები ჯერ სამხატვრო სკოლაში შედის მინსკში, მერე ვილნოში გადადის და მერე ამასობაში პარიზში ჩადის და ის ჩვენ დავტოვეთ ლა-როშში, ანუ სკაში, სადაც ცხოვრობდა ძალიან ბევრი მხატვარი, ხელმოკლე მხატვარი, რომლებიც მომაოშთელენ ცნობილი ბიჭები გახდნენ და დადგნენ. ამჯერად მოდით გადავინაცვლოთ 14 ივლისზე, დილის 4 საათია და დილის 4 საათზე ის თავის განუყრელ მეგობართან ერთად, გიკოინთან ერთად ზის ტროტუარზე ოპერას პირდაპირ და ეს არის ასე უთენი ეგ იმიტომ გამოცხადდნენ, რომ უნდათ რომ დაიკავონ რიგი უფასო წარმოდგენაზე, რომელიც სტარტებოდა ოპერაში ევროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით და იმ დღეს თამაშობდნენ ჰამლეტს და სუდენი იყო მოხიბლული, მას მოსწონდა ყველაფერი, მოსწონდა ადგილი, მოსწონდა ქანდაკებები, დეკორაციები, შესრულება და მან გიგოინს უთხრა რომ თუ კი ჩვენ არაფერს გავაკეთებთ და ვერაფერს მივახცევთ ისეთ ქალაქში როგორც პარიზია, ესე იგი ჩვენ მართლა არაფერი არ შეგვიძლია. 1913 წლის ზაფხული ეს იყო ხაიმ სუტინის ახალი ცხოვრების დასაწყისი სარეგისტრაციო ბარათში, პარიზის პრეფექტურაში, პოლიციის პრეფექტურაში, გრაფაში ეროვნება. მისი გვარის გასწრევ ჩაიწერა რუსი. სუტინი მთელ დღეებს ატარებს ლუვრში და არ თვლის რომ რა ლუვრში რა არის ანახავი, რა დარჩენია იქ. პირიქით ძალიან ხშირად მიდის იქ და რემბრანდტი ხდება ამ დროს მისი კერპი და ასე გაგრძელდება მისი ცხოვრების ბოლომდე. საღამოობით ის დადის სამხატვრო კურსებზე, რომელიც ეს კურსები იყო ორგანიზებული რუსი მხატვრის მარია ვორობიოვა-სტებენსკას მიერ და როგორც ის მერე მოგვიანებით იგონებდა, შიშველი ნატურა ღუმელთან იდგა ოთახის ერთ კუთხეში, სუტინი კი ყოველთვის კედელთან იჯდა, ყველაზე უკან და ყოველთვის მალავდა თავის ფურცელს, რომელსაც ხატავდა და ეს ჩვევა გვიანობამდე შემორჩა მას, მას ძალიან არ უყვარდა თავისი ტილოების ვინმესთვის ჩვენება და ძნელად თანხდებოდა იმაზე, რომ თავისი ტილოები გამოემზეურებინა და პირიქით ძალიან ხშირად იყო, რომ ამ ტილოების გადაკეთებით იყო დაკავებული და ერთგვარად ალბათ პერფექციონიზმისკენაც იყო ჩვენი ბიჭი მიდრეკილი. ძალიან ცუდად ლაპარაკობდა ფრანგულად, როცა თავის დაიწყდა, როცა თავიდან ჩავიდა ისიქ, ეს ისევ და ისევ მარია ვორობიოვას მოკონებებიდან უჭირდა ადაპტირება, ჰქონდა რეპუტაცია, ძალიან ცუდი რეპუტაცია, ესეთი რეპუტაცია ჰქონდა, რომ ხელიდან წასulis და ცუდი მანერების მქონესი და მოკლედ არანაირად არ ერწყმოდა საზოგადოებას. როდესაც ის სკაში ცხოვრობდა ამ ლა-როშში, ფაქტიურად არ ჰქონდა საკუთარი კუთხე და ხან ერთ მეგობართან ათევდა ღამეს, ხან მეორესთან და ზოგჯერ იყო ისე, რომ ისი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო მისი არსებობაც კი და იმიტომ რომ ძალიან უჭირდა მას ისე ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა, ხელმოკლედ კიდე აღარ ქვია, ხელმოკლედ რო ცხოვრობდა, ვინმეზე რო იტყვი კიდე რო აი ის რა ხელმოკლედ ცხოვრობს, რაღაც ესე საოცარ გაჭი უკიდურესად უჭირდა და მისმა ტილოებმა ეს ასახა და ეს არეკლილია ჩანს კიდეც მის ტილოებზე ეს მისი არტო ისე მარტივი ცხოვრება. და როცა როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, შეიძლება მოგიჩვენოს, რომ ესეთი ძალიან ძალადობრივია, აზრს მოკლებულია მისი ნახატები და შეიძლება აღგაშვოთ, შოკიც კი მოგგვაროს და ესეთი შთაბეჭდილება შეგექმნას, რომ ეს აგრესიულია დამოკიდებულება მხატვრისა თავისი ნატურების მიმართ, თუმცა მასში იყო ისევ და ისევ როგორც საქმეში ჩახედული ხალხი აღნიშნავს, რამაც მოხიბლა მოდილიანი, ეს იყო ის, რომ სუტინს ჰქონდა საოცარი უნარი ჰქონდა იმისა, რომ მის წინ დგომი ნატურის სულში ჩაეხედა და მის წინ დგომი ნებისმიერი არსება, თუნდაც ეს ყოფილიყო იგივე გამოშიგნული ეს საკლავის სხეული, აი ესიც აი როგორც მის საყვარელ რემბრანდტთან მასთან ძალიან კარგად არის ასახული და გადმოცემული.
სუტინი ჩვენ ვახსენით მოდილიანი მისი ერთ-ერთი ესეთი განუყრელი მეგობარი და ეს მეგობრობა როგორც ამბობენ ალბათ მხოლოდ სიკვდილს შეეწყო და იმდენად ისეთი ჭიდრო იყო მათი მეგობრობა და ის მან სიტე ფოლგიერში გადასვლისას გაიცნო ესე ეწოდებოდა სახელოსნოს რომელიც ჟან ალექსანდრ ფოლგიერმა აგო რომელიც საკმაოდ ესეთი ცნობილი იყო ესეთი კარგი რეპუტაცია ჰქონდა სოლიდური დაკვეთების დაწყალობით და სავარაუდოდ ვარაუდი იმისა როცა ეს სახელოსნო შენდებოდა იყო ისეთი რომ აქ იმუშავებდნენ მისი დამხმარეები თუმცა როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ამჯერადაც ასე მოხდა სიტე ფოლგიერში ძალიან მალე გამოჩნდა ისეთი გამოჩნდნენ არა ისეთი უცნობი და ხელმოკლე არტისტები და ძალიან ბევრი იყო მათ შორის უცხოელი აქ ცხოვრობდა ამედეო მოდილიანიც და სუტინმა როდესაც აქ გადავიდა ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნო მაგრამ მათ შორის გაიცნო ამედეო მოდილიანი ამბობენ რომ ის ოსკარ მესჩანინოვმა გააცნო ისინი ერთმანეთს რომელიც პარიზში ვიტებსკიდან ჩამოვიდა 1907 წელს და აქ მეც რაღაცა პერფექციონიზმისა და სიზუსტისაკენ მიდრეკილება გამოვამჟღავნებდეთ და კონკრეტად საიდან და როგორ ჩამოვიდა და ვინ და როგორ გააცნო ისინი ერთმანეთს. მოკლედ 1915 წელია ისინი ესე მოდილიანი რაღაცა გარკვეული პერიოდი გატაცებული იყო ქანდაკებით და შემდგომ ისე ხელი მოჰკიდა ხატვას და აი ეს ხატვაში ის ძალიან ხშირად ხატავდა ჩანახატებს აკეთებდა ფანქრით ჩვენი ბიჭისას თავისი განუყრელი მეგობრის ხაიმ სუტინისა და არა მხოლოდ ფანქრით ასევე ზეჩიც შეასრულა მან მისი პორტრეტი და აქ ამბობენ რომ თვითონ როცა ხაიმ სუტინი თავისას ხატობდა რა თქმა ძალიან უშნო გამოსდიოდა უშნოდ წარმოსახავდა და მოდილიანისთან პირიქით ის მშვენიერი ბიჭია მოდილიანი იყო ის ვინც პირველმა დაინახა მაშინ მისი ტალანტი მან ირწმუნა სუტინისა ის მხარს უჭერდა მას ეხმარებოდა და იბრძოდა კიდეც მისთვის მაშინ როდესაც მას ყველა მხელი ჰკრა ასევე ცნობილია რომ მან სიკვდილის წინ თავის არტ დილერს ზბოროვსკის პირობა დაადებინა რომ ის სუტინს მხარს დაუჭერდა და დაეხმარებოდა როდესაც მოდილიანი გარდაიცვლებოდა მან ასევე როცა უკვე მძიმედ იყო ავად ზბოროვსკის უთხრა რომ თქვენ არ ინერვიულოთ იმიტომ რომ სუტინის სახით მე თქვენ გენიოს გიტოვებთ ზბოროვსკიმ პირობა დადო და ძალიან ხშირად პირობას ხომ სწორედ იმისთვის დებენ რომ მე ის დაარღვიონ და ასე მოხდა ზბოროვსკის შემთხვევაშიც მან მაიზევენს მიატოვა ალბათ ვერ ვიტყვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადგა და სამხრეთში გაამწესა საფრანგეთის სამხრეთში გაამწესა სუტინი სადაც ეს აქ ის იყო დაახლოებით სუიციდის ზღვარზე იყო იმიტომ რომ თავს ძალიან მარტო გზნობდა მიტოვებულად თვლიდა თავის თავს და ძალიან დუხჭირად ცხოვრობდა აქაც და ზბოროვსკიზე ამბობენ რომ იმიტომაც მიაბძანა სუტინი საფრანგეთის სამხრეთში და ესე მოიცილა პარიზიდან რომ მის ცოლს თვალში არ მოსდიოდა ხაიმ სუტინი და ამბობდა რომ როგორი მუჟიკიაო და ამ კალისგან გასაკვირი არ იყო ალბათ იმიტომ რომ ის იყო ეს რაფინირებული პოლონელი არისტოკრატი ქალი და მიუხედავად ამბობენ კიდეც არის ესეთი შემთხვევაც ყოფილა რომ მოდილიანი გამომდინარე იქიდან რომ ზბოროვსკის არისტოკრატი ცოლი ესე ალმაცრად უყურებდა ხაიმ სუტინს ადგა და მათი სახლის კარზე მიახატა ხაიმ სუტინის პორტრეტი და მე ეს კარი ჩამოხსნეს და გაიყიდა კიდეც საკმაოდ ძვირადღირებულად და თვითონ რო დავუბრუნდეთ ჩვენს ბიჭს რომელიც უკვე სერეშია გამწესებული ის იქ მუშაობს საკმაოდ ისეთი მწირია მხარდაჭერა ფინანსური მხარდაჭერა ზბოროვსკისა და გარდა ამისა მე მოგვიანებით ისე გამოვა რომ სერეში მან რაც კი შექმნა ის ყველა ტილოზე ფაქტურად ნადირობდა და ფაქტურად ყველა ისევ და ისევ დაიბრუნა და ყველა გაანადგურა თითქმის ყველა გაანადგურა
1923 წელს კი აი ჩვენმა ბარნსმა კოლექციონერმა, რომლითაც დავიწყეთ ჩვენ თავის დროზე ხაიმ სუტინის შესახებ საუბარი, მის მიერ შეძენილი ის ტილოები სუტინისა რეტროსპექტიულ გამოფენაზე გამოფენა, რომელიც პოლ გიომის გალერეაში გაიმართა და მე სწორედ პოლ გიომმა დაწერა პარიზის ხელოვნებისათვის ისეთი პირველი სტატია სუტინის შესახებ და 1920-იან წლებში სუტინის ტილოებზე ფასი უკვე 22,000 ფრანკს აღწევდა და მე იმდენად ცუდად ვერ ვკები, როდის რამდენი შეიძლება ღირებულიყო და რა თანხა ყოფილიყო, რომ ამჯერად უნდა ვენდოთ ისევ საქმეს ჩახედულ ხალხს, რომ ეს ძალიან საკმაოდ ისეთი სოლიდური თანხა იყო და თუმცა ამბობენ იმას, რომ ხაიმ სუტინი მაინც ჯერ კიდევ ელის თავის დროს, იმიტომ რომ სათანადოდ არ იცნობს მას საზოგადოება ისე როგორც თავშად სხვა მხატვრებს და მასთან ერთად ყოველთვის ყველგან ხაზგასმული იყო მარკ შაგალი, რომ აი მასავით ჯერჯერობით არ იცნობენ. და თვითონ ძალიან საინტერესოა მარკ როსტელინი, რომელიც პარიზის პინოკოტეკის დირექტორი, როგორ აღწერს და იგონებს პირველ შეხვედრას ხაიმ სუტინის ერთ-ერთ მოდელთან, პოლეთ ჟურდენთან. ის ამბობს, რომ ხაიმ სუტინის პორტრეტები ეს თითქოს რაღაც ისე აქცენტირებულია პერსონაჟების ნაკლოვანი მხარეები და ისეთი განსაგიჩნდება, რომ ისინი თითქოს და არიან დაბერებულები და უფრო მეტი ასაკი აქვთ მათ ტილოზე, ვიდრე ისინი ამჯერში იყვნენ, როდესაც მათ ხაიმ სუტინი ხატავდა და სწორედ მე ამ შესახების აგრძელებს, რომ როდესაც ის ამ თემაზე ხაიმ სუტინის შესახებ პირველად იწყებდა საუბარს, უნდა შეხვედროდა და ესაუბრა პოლეთ ჟურდენთან, სწორედ პოლეთ ჟურდენთან, რომელიც იყო მეგობარი სუტინისა და მუშაობდა ზბოროვსკისთან და ის ასევე მოდელი იყო, როგორც უკვე გითხარით, ხაიმ სუტინის და მისი პორტრეტი დახატა მაშინ, როდესაც პოლე ჟურდენი იყო 20 წლის და როდესაც ის აყვებოდა ეს მარკ რესტელინი იგონებს, რომ როდესაც დავაკაკუნე კარზე, პოლე ჟურდენმა კარი გამიღო და მე ის მანამდე არასოდეს არ მყავდა ნანახი და უბრალოდ სახტა დავჭი, იმიტომ რომ ქალი რომელიც ჩემს წინ იდგა და რომელიც ალბათ 82-83 წლისა იყო ზუსტი ასლი თავისი პორტრეტისა, რომელიც სუტინმა დახატა მაშინ, როცა პოლეთ ჟურდენი იყო 20 წლის და აი ამ წამებში მე მივხვდი და გავაცნობიერე ის საოცარი ძალა სუტინისა, რომელიც მას ჰქონდა საოცარი შესაძლებლობა წინ გაესწრო დროისათვის და ჩაეხედა ადამიანის სულში, ჩაეხედა ისე, რომ ზუსტად აესახა და გამოესახა როგორი იქნებოდა ის 60 წლის შემდეგ. 1920 წელს 20-იან წლებში უბრალოდ ის ისევ სამხრეთშია, ჩვენი ბიჭი ისევ სამხრეთშია და აქ მან გაიცნო ელ-ფორი გაიცნო ხელოვნების ისტორიის ავტორი და მან დაწერა პირველი მონოგრაფია ხაიმ სუტინის შესახებ და ფორე ალბათ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მას დიდი მხატვარი უწოდა საუკუნისა და ეს იყო ის პერიოდი, როცა ხაიმ სუტინს პირველად გაუჩნდა ფული და ესე გარიყული მხატვარი, რომელსაც ზბოროვსკის რაფინირებული და არისტოკრატი ცოლის თვალში მოზუზნული და ესეთი საძაგილი ბიჭი ჩანდა, ხდება დენდი, ელეგანტური ერანგები აცვია, ის ატარებს უკვე აბრეშუმის წითელ ჰალსტუხებს, აცვია თექის პიჯაკები და ისე მისერნობს და მოსერნობს თითქოს და არც არავის არ იცნობს. ესე ეჭირა თავი და არა იმიტომ, რომ თითქოს და ის თანხამ განაცვიფრა, უბრალოდ ეს იყო სუტინის ხასიათი, მას ის თელი ცხოვრება ცდილობდა ისევ საქმეს ჩახედულ ხალხს უნდა ვენდოთ და ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ეს მარკ რესტელინია, რომ სუტინი მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ ესეთი კვალი წაეშალა, თითქოს და სურდა, რომ ის არავის არ ცოდნოდა ვინ იყო ის, რა იყო. ერთ ადამიანს ერთს მოუყვებოდა, მეორეს სხვას მოუყვებოდა, იგივე მისი დაბადების თარიღი, რომელიც არ არის ცნობილი, იმიტომ რომ ვიღაცას ერთს ეტყოდა, მეორეს სხვას და დღესდღეობით, პრინციპში ამნიშნულობა 13 იანვარს დაიბადა თუ არა და თან როგორც თავად წერს, მართლაც უბრალოდ არავის არ ახსოვდა მისი დაბადების თარიღი.
ვიღაცას ეუბნებოდა რომ ის არ იყო საფრანგეთში ბედნიერი, ვიღაცას პირიქით ეუბნებოდა რომ ძალიანაც ბედნიერი იყო და მას რატოღაც მავანმა ჰკითხა რომ თქვენ ისეთი რთული ცხოვრება გქონდათ რომ ალბათ ბედნიერი არ იყავით და მან ძალიან ისე უთხრა როგორც ნახე რომ ძალიან ესე იყო აღწერილი ყოველ შემთხვევაში მისი პასუხი ძალიან ყოყოჩად და ამაყად უთხრა რომ პირიქით საიდან მოიდგენს ძალიანაც ბედნიერი ვიყავი ესეთ კითხვაზე თავისთავად ხადია რატომ გასცემდა პასუხს რომ მოთქმა გოდებას რატომ დაიწყებდა რომ ღმერთო ისეთი უბედური ვიყავი მოკლედ ჩვენ რო დავაბრუნდეთ ისევ ესეთ ფაქტებს ხაიმ სუტინის შესახებ ზბოროვსკი გარდაიცვალა და მისი მფარველები ხდებიან თოლქმარი კასტენები და ისინი ხდებიან ფაქტურად მისი ტილოების ესეთი ერთპიროვნული განკარგველები და ის 1930 წლიდან მოყოლებული 35 წლის ჩათვლით ის ყოველ ზაფხულს მათთან ჩადის ლევეში, სადაც იკრიბება სამხატვრო ელიტა საფრანგეთის, აქ იკრიბებენ მასთან დარენა ჟან კოქტო, ერიკ საწი და სუტინისათვის აქ ზედა სართული გამოყვეს და სხვა შორის უნდა აღინიშნოს სასახელოდ და კასტენებისა, რომ ისინი ითმენდნენ სუტინის არ თუ ისე იოლ და დამყოლ ხასიათს და ცდილობდნენ რომ ყოველგვარი პირობა შეექმნათ მისი შემოქმედებისათვის და კაცმა რომ თქვას მათი ეს მონდომება და მოთმენა სუტინის ნამუშევრებმა აანაზღაურა. ჩვენ აქ დროებით მუსიკას დავუთმობთ რადიო მედიის ეთერს, ხო? ჟინჩკა და მერეკველის საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი ამის შემდგომ გავაგრძელებთ საუბარს ხაიმ სუტინის შესახებ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ხაიმ სუტინის შესახებ, ბიჭის შესახებ, რომელსაც არ უყვარდა თავის ბავშვობის შესახებ საუბარი და ამის გამო რაღაც ლეგენდები იქმნებოდა მის გარშემო და დაწყევილი მხატვართა რიცხვს მიაკუთვნებდნენ და როგორც ამბობენ სულაც ტყუილ უბრალოდ ბიჭის რომელსაც არ უყვარდა რომ წვიმე თვალს ადევნებდა იმას თუ როგორ მუშაობდა და საერთოდაც ძალიან ძნელად თუ დათანხმდებოდა იმას რომ ვინმესთვის ეჩვენებინა თავისი ტილოები რომელსაც შეეძლო უკან შეეძინა თავისი ტილოები თუ კი არ მოსწონდა და რაღაცა ცვლილებები შეეტანა ან საერთოდაც გაენადგურებინა და ბიჭისა რომელზეც ესეთი ძალიან მორცხვი იყო ქალებთან და ამაზე ხალისობდა მოდილიანი ხოლმე და რაღაცა უამრავი სახალისო უამრავი ერთ-ერთი სახალისო ამბავი იყო მოთხრობილი ინტერნეტში აი ამ მოდილიანი როგორ ხალისობდა ამ ყველაფერზე, მაგრამ ახლა არ არის ეს ჩვენი გადაცემის თემა, მისი სასიყვარულო და გადასარლები უბრალოდ იმდენად მორცხვი იყო, რომ ისიც ერთხელ როდესაც ის მიხვდა, რომ ახალგაზრდა ქალი მისგან ქათინაურსელო და ის რაც მოიფიქრა და მოუვიდა თავში აზრად იყო ის, რომ თქვენი ხელი თებშივით გლუვია მადამა უთხრა. ის და მოდილიანი რომ განუყრელი მეგობრები იყვნენ ეს უკვე აღნიშნეთ და მათი განშორება მხოლოდ შეეძლო იმას რომ რომელიმე ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო და სწორედ ამიტომ დასრულდა ნაადრევად მათი მეგობრება მოდილიანის ნაადრევი გარდაცვალების გამო ჩეხება ესევ და ესევ თუ კი დავბრუნდებით ჩვენის დავტოვეთ ლევეზე როგორც გახსოვთ იქ სადაც მასთან ერთად ისვენებდნენ ხოლმე ჟან კოქტო და ერიკ სატი და სხვა ცნობილი საფრანგეთის სამხატვრო ელიტის სხვა წევრები და ეს ლევეს სახლი კი ეკუთვნის თოლქმარ კასტენებს, რომლებმაც ეს ზბოროვსკის გარდაცვალების შემდგომ თავზიდეს მისი მფარველობა, სუტინის მფარველობა. 1927 წელს ის გაიცნობს გერტა გროტს და გერტა იყო დევნილი ადგილნაცვალი მაგდებურგიდან და სუტინმა როგორღაც მოხდა ისე რომ გერტას ნება დართო რომ მასთან
ბინაში ბინა მასთან ერთად ეცხოვრა მის ბინაში გარკვეული იმ პერიოდში იყო რომ სუტინი ძალიან ხშირად აწუხებდა მას ეს თავისი წყლული საოცარ ტკივილები ჰქონდა და არ ვიცი ეს ცოტა ძნელი მისახვედრი იყო ეს მას შემდგომ რაც ისინი ერთად დასახლდნენ მას შემდგომ მიჩენდა გერტა მას ესეც ზრუნველობას ყოველდღე თუ მანამდე გამოიჩინა ეს მზრუნველობა და ამით მოიგო ხაიმ სუტინის გული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთხელ როდესაც ეს შეტევა ჰქონდა მას წყლული შეტევა ჰქონდა, გერტამ მას შემთბარი მინერალური წყალი დაალევინა, რომ როგორმე მისი ტკივილი ოდნავ მაინც დაიამებინა და მის თავთან ეს მთელი ღამე იჯდა მისი საწოლის თავთან. ასევე მის ბიოგრაფიები აღნიშნავენ იმასაც, რომ მას შემდგომ რაც ხაიმ სუტინს როგორც იქნა ფული გაუჩნდა, ის არ გამხდარა ესე ჩვენ რეალობაში რომ თქვათ, ეს სახეზე არ გასჩენია გამომეტყველება და წარწერა გავძეხი და ძველებურად ისევ ისეთი ბიჭი იყო, რა როგორიც იყო ხაიმ სუტინი იყო ისევ და ისევ და ისევ ამბობენ რომ თითქოს და რაღაცისგან უნდა გაქცევა და რაღაცას სურდა თითქოს დაამალვა და მოეტყუებინა თავისი ბედი. შეიძლება ეს უბრალოდ მისი ბიოგრაფიების წარმოსახვა მხოლოდ და სულ სხვა იყო მიზეზი ამ ყველაფრისა. 1940 წლის მაისში გერტა გროც როგორც გერმანელ ებრაელს ადგილნაცვალი პირებისათვის განკუთვნილ ბანაკში უკრავენ თავს და ამ ბანაკიდან 3 თვის შემდეგ გამოვა გერტა ის პარიზში ბრუნდება და ერთი ვერსიით ისინი თითქოს ერთად არიან, მეორე ვერსიით ის აღარასოდეს შეხვედრია ხაიმ სუტინს ყოველ შემთხვევაში ცოცხალს და ხაიმ სუტინი ამასობაში გაიცნობს მარი ბერტა არანჟს, რომელიც იყო მხატვრის მაქს ერნსტის ყოფილი ცოლი და ის არის ფაქტიურად ის არის ქალი, რომელიც მასთან ერთად გაატარეს მის ბოლო წლებს. მერე ბოლო წლები იყო არაჩვეულებრივი და ზღაპრული, იმიტომ რომ კარგი განზრახვით ადამიანები აკეთებდნენ საოცრად კარგ საქმეებს ეს ცხადია ბჭყალებში. 1941 წელს მხატვრის მშობლები სმილოვიჩეს გეტოში ასრულებენ სიცოცხლეს. შეეხება თავად ხაიმ სუტინს ძალიან რთული იყო თავისთავად ცხადია მისთვისაც მას ჰქონდა საშიში იმ დროისთვის ომის პერიოდში მეორე მსოფლიო ომის დროს საშიში ეროვნება. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარიზში გაცემულ პასპორტში კი ეწერა ეროვნება როგორც რუსი მისი, მაგრამ იქვე მითითებული იყო, რომ ის იყო ებრაელი. ესე პასპორტის აშიებზე იყო მითითებული და როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და უკვე ოკუპირებული იყო საფრანგეთი, თვითონ ძალიან რთული იყო მისი ცხოვრება და მეგობრებმა ფაქტიურად ის სიკვდილისგან იხსნეს, იმიტომ რომ ისინი დაეხმარნენ მას, რომ პარიზიდან რაც შეიძლება შორს წასულიყო და ერთ-ერთი პატარა ქალაქის მერმა ხაიმ სუტინს ყალბი პასპორტიც კი მისცა იმისათვის, რომ დაემალა, რომ ის ებრაელი იყო. 41-42 წლებში მას 6-ჯერ მოუხდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და 53 წლის ზაფხულში ეს გამუდმებული დაძაბულობისაგან და გამუდმებული შიშისაგან გაუარესდა მისი კუჭის წყლული და ძლივს მოახერხა მან ის, რომ პატარა ქალაქ შინონის ჰოსპიტალამდე მიაღწია, მაგრამ იქ ექიმმა მაინც და მაინც ესე თავს ვერ იდო ამ ოპერაციის გაკეთება და მას პარიზში გამგზავრება ურჩია და მისმა მეგობარმა მარი ბერტ ორანჟმა მოახერხა ის, რომ ფორნით წაიყვანა ის და შემოვლითი გზებით 2 დღისა და 2 ღამის განმავლობაში ის მიყავდა პარიზში და 7 აგვისტოს ისინი როგორც იქნა გაუკეთდა ხაიმ სუტინს ოპერაცია ერთ-ერთი წყაროს მიხედვით პარიზის ჰოსპიტალში გაუკეთა და ერთ-ერთი მისი ბიოგრაფიის როგორც აღნიშნავს მაშინ აკრძალული იყო
ეს არჩეულებრივი ფაშისტური იდეა იყო, რომ აკრძალული იყო ებრაელებისათვის ოპერაციის გაკეთება და საერთოდ მათთვის რაიმე ესეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ამ ექიმმა მაინც გაბედა და გარისკა და გაუკეთა ხაიმ სუტინის ოპერაცია, თუმცა ეს ოპერაცია უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა და სამწუხაროდ ის შედეგი ვერ მოიტანა, რაც სასურველი იყო და ხაიმ სუტინი დაასაფლავეს მონპარნასის საფლავზე, ამისათვის მარი ბერტას მოუწია, რომ საჩქარო წესით გროშებად გაეყიდა ხაიმ სუტინის დილვების დიდი ნაწილი და სამგლოვერო ცერემონიას ესწრებოდა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის იყვნენ პაბლო პიკასო, ჟან კოქტე და მაქს ჟაკობი და რამოდენიმე ახლო მეგობარი. ისე დამთავრდა და დასრულდა ხაიმ სუტინის ამბები, მაგრამ მაინც ხაიმ სუტინის ამბები გრძელდება იმ ხრივ, რომ მისი დილვები ალბათ ყოველთვის აღაფრთოვანებს ადამიანებს და გარდა ამისა, ისევ როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ არ დამდგარა სათანადოდ მისი დრო, სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის ის აღიარებული და დაფასებული. ჩვენ გადაცემა დასრულდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, ჟენჩკას მეგობრობისთვის, გემშვიდობებით, ჩვენ ხვალ საღამოში ვხვდებით ერთმანეთს და ამჯერად უკვე რაზე ვისაუბრებთ, მოდით ჯერ საიდუმლო დავდივართ. უსმინეთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.